ალბათ უკვე 100-ჯერ მაინც გსმენიათ ფრაზა ხელოვნური ინტელექტი შენს სამუშაოს დაიკავებს. ვიღაცები პანიკაში არიან, ვიღაცებს კი ეს უბრალოდ მორიგი სამეცნიერო ფანტასტიკა ჰგონიათ. მაგრამ რეალობა ბევრად უფრო საინტერესო და ცოტა არ იყოს შოკის მომგვრელია. დღეს მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკური გიგანტები Goldman Sachs, McKinsey და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ვეუბნებიან, რომ ეს არ არის შორეული მომავალი. ეს მიმდინარე რევოლუციაა. კვლევებზე დაყრდნობით სავარაუდოა, რომ AI მთელ მსოფლიოში 300 მილიონამდე სამუშაო ადგილს შეეხება და შეცვლის. ამერიკასა და ევროპაში პროფესიების 66% ამა თუ იმ ფორმით ავტომატიზაციაზე გახდება დამოკიდებული. ოღონდ მოიცადეთ, ეს არ ნიშნავს, რომ ხვალვე ყველა უმუშევარი დავრჩებით. დღეს არსებული პროფესიების მხოლოდ 7% შეიძლება ჩანაცვლეს მთლიანად. დანარჩენ შემთხვევებში AI უბრალოდ ჩვენი დამხმარე, ანუ ასისტენტი გახდება. მაგრამ დრო გადის და ტექნოლოგია წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება. ჩნდება კითხვა, რამდენ ხანში მოხდება ეს ყველაფერი და რა იქნება ჩვენი ადამიანების როლი, როცა რობოტები ჩვენზე ჭკვიანები იქნებიან. თუ ძველი ინდუსტრიული რევოლუციები ქარხნის მუშებს და ფიზიკურ შრომას ემუქრებოდა, AI რევოლუცია პირდაპირ საოფისე ბუნებრივ სამუშაოს ურტყამს. ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ისინი, ვისი საქმეც შაბლონურ ინფორმაციას და განმეორებად დავალებებს ეფუძნება. მაგალითად, კოლ-ცენტრის ოპერატორები, ადმინისტრაციული ასისტენტები, თარგმნელები. საშუალო რისკში შედიან იურისტები, დიზაინერები და ასევე დამწყები პროგრამისტებიც კი, რადგან AI უკვე წამებში წერს კოდს და ქმნის ილუსტრაციებს. რაც შეეხება დაბალ რისკს, ექიმები, ფსიქოლოგები, მასწავლებლები, თუნდაც ხელოსნები, ესენი დაბალ რისკში შედიან. მოკლედ, ყველა ის პროფესია, სადაც კრიზისების მართვა, ფიზიკური მოქნილობა და ემოციური ინტელექტია საჭირო, დაბალ რისკში გადის. ახლა კი მოდი დავამსხვრიოთ ერთი დიდი მითი. ალბათ გსმენიათ, რომ მომავლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესია prompt engineer, ანუ AI-ისთვის დავალების მიმცემი ადამიანი იქნება. არა, ეს სავარაუდოდ ასე არ იქნება. თავიდან კი ბატონო, AI-ს სპეციფიკური ენა სჭირდებოდა, რომ მას შენი მოთხოვნა გაეგო და სრულყოფილად შეესრულებინა დავალება. მაგრამ დღეს მოდელები ისე დაჭკვიანდნენ, რომ ჩვენს ბუნდოვან ადამიანურ საუბარსაც იდეალურად იგებენ. დავალების მიცემა ცალკე პროფესია კი არა, უბრალოდ აუცილებელი საბაზისო უნარი გახდება. ზუსტად ისე, როგორც დღეს ყველამ ვიცით Google-ში ინფორმაციის მოძიება ან Word-ის გამოყენება. ექიმსაც და მენეჯერსაც მოუწევს AI-სთან მუშაობა, მაგრამ სპეციალურად ამაში ფულს არავინ გადაუხდით. მომავალში სავარაუდოდ იარსებებს AI ინტეგრატორების და ეთიკის სპეციალისტების პოზიციები, მაგრამ მთავარი წესი ერთია. შენ AI კი არ ჩაგანაცვლებს. ჩაგანაცვლებს ის ადამიანი, ვინც შენსავე პროფესიაში AI-ს შენზე უკეთ იყენებს. აქამდე ვსაუბრობდით იმაზე, რაც უკვე ხდება, ან უახლოეს 5 წელში მოხდება. მაგრამ რა მოხდება მაშინ, როცა AI ფიზიკურ სხეულს, ანუ ჰუმანოიდ რობოტებს შეერწყმება და შეიქმნება ეგრეთ წოდებული AGI, ანუ ზოგადი ხელოვნური ინტელექტი. ანუ როცა მას ექნება ადამიანური ინტუიცია და ემპათია. მეცნიერები აქ ორ ბანაკად იყოფიან. ილონ მასკი და სემ ალტმანი ვარაუდობენ, რომ AGI-ს, რომელიც ადამიანზე ჭკვიანი იქნება, თითქმის ყველაფერში 2029-2031 წლებისთვის ვიხილავთ. ნეირომეცნიერების და სკეპტიკოსების აზრით კი, ეს ბევრად რთულია და სრული გონებრივი და ემოციური ჩანაცვლება, როცა მაგალითად თერაპევტისგან AI-ს ვეღარ გაარჩევთ, სავარაუდოდ 2040 წლებამდე არ მოხდება. რაც შეეხება ფიზიკურ შრომას, დაახლოებით 2028-32 წლებისთვის ველოდებით რობოტების პირველ მასობრივ ტალღას ქარხნებსა და საწყობებში. მაგრამ თქვენ სახლში მოულოდნელად გაფრჩებული
დაჟანგული მილის გამოსაცვლელად სანტექნიკოსი რობოტის მოსვლას საუკუნის შუა პერიოდამდე 2035-45 წლებამდე სავარაუდოდ არ უნდა ველოდოთ, რადგან ქაოტურ უცნობ გარემოში ნავიგაცია რობოტისთვის ურთულესია. აქ მივდივართ ყველაზე დიდ ეგზისტენციალურ კითხვამდე. დაუშვათ, მოვიდა 2050 წელი. რობოტები აშენებენ სახლებს, კერავენ ტანსაცმელს, AI წერს მუსიკას, ორნალობს პაციენტებს და რაც მთავარია, აქვს სრული, ნამდვილი ემპათია და ადამიანური ვაიბი წყალებში. თუ ის ყველა კომპონენტში გვაჯობებს, რა იქნება ადამიანის როლი? ეკონომისტები და ფუტურისტები ორი შესაძლო სცენარისკენ მიუთითებენ. პირველი, დინტოპია, სადაც მთელი სიმდიდრე იმ 0.1%-ის ხელშია, ვინც ამ სისტემებს ფლობს. დანარჩენი კაცობრიობა კი უმუშევარ რჩება. კარგავს ცხოვრების აზრს, მიზანს და დგება მასობრივი დეპრესიის წინაშე. მეორე, უტოპია, ანუ ადამიანის განთავისუფლება. ყველაფრის წარმოება ხდება იმდენად იაფი, რომ სახელმწიფოები აწესებენ უპირობო საბაზისო შემოსავალს. შენ გაქვს საარსებო ფული მუშაობის გარეშე. რას აკეთებ? იმას, რაც გინდა. მოგზაურობთ, სწავლობთ ხელოვნებას, მეცნიერებას, ფილოსოფიას, ვერთობით, ცეკვავთ, მღერით და ასე შემდეგ. ზუსტად ისე, როგორც ძველი ბერძენი არისტოკრატები ცხოვრობდნენ. მაგრამ თუ დავფიქრდებით, არსებობს მესამე, ყველაზე ლოგიკური, თუმცა ოდნავ დამზაფრელი ფინალიც. თუ სამყაროში ჩნდება ძალა, რომელიც ფიზიკურადაც, ინტელექტუალურადაც და უკვე ემოციურადაც იდეალურია, ადამიანის ბუნებრივი ინსტინქტი მასთან კონკურენცია ვეღარ იქნება. სწორედ აქ მოქმედებს ილონ მასკის და სხვა მეცნიერების ხედვა, ტრანსჰუმანიზმი. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ სავარაუდოდ უბრალოდ კი არ დავსხდებით და დავუწყებთ რობოტებს ყურებას, არამედ ბიოტექნოლოგიებისა და ნეიროჩიპების, მაგალითად ნეურალინკის დახმარებით, თავად გავხდებით ამ ინტელექტის ნაწილი. ზღვარი ადამიანსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის სავარაუდოდ უბრალოდ წაიშლება. ჩვენ აღარ გვექნება სამუშაო დღევანდელი გაგებით. კაცობრიობა ტრანსფორმირდება სრულიად ახალ ჰიბრიდულ ცივილიზაციად. აი, ამ ვიდეოსთვის კი სულ ეს იყო. აბა, თქვენ რას ფიქრობთ? გელოდებით კომენტარებში. უტოპიისკენ მივდივართ თუ დინტოპიისკენ? არ დაგავიწყდეთ ვიდეოს გაზიარება და არხის გამოწერა. ასე თქვენ დაეხმარებით ამ არხს განვითარებაში და უფრო მეტი ადამიანი ნახავს ასეთ შემეცნებით ვიდეოებს. ახლა კი დროებით.